თუ არ გინდა ხშირი ფორს-მაჟორებით კომპანიის კრიზისამდე მიყვანა და გსურს რეალობა შეცვალო, ამისთვის ორი პრაქტიკული გზა არსებობს. მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ დაფუძნებელს უთქვამს, მესმის, რომ ყოველთვიური და ყოველდღიური ფორს-მაჟორებით კომპანიას ვაზიანებ, თუმცა არც ის მინდა, რომ საკუთარი პიროვნული ჩვევების მოშორებაზე დავიწყო მუშაობა და გარკვეულწილად ეს ფორს-მაჟორული სიტუაციებიც ძალიან მოსწონდა. ამ შემთხვევაში მივიღეთ, ალბათ შეიძლება ითქვას, ალტერნატივო გადაწყვეტილება. დაფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ გასულიყო ბიზნესის მართვიდან, კომპანია ჩააბარა მართლ დირექტორს და თავად დაიწყო ახალი ბიზნეს იდეებისთვის ხორჩესხმა. როგორც ვიდეოს თავშივე აღვნიშნე, ახალ დაფუძნებულ ორგანიზაციებში ფორს-მაჟორი ნორმალური მოვლენაა და საბოლოო ჯამში ერთი შეხედვით პრობლემა უკვე შესაძლებლობად იქცა. ხოლო თუ ცვლილებებისთვის მზად ხარ, მაშინ დაიწყე მუშაობა მართვის მეთოდებისა და სისტემების განახლებაზე ჩემთან ერთად.